მუშაო ელემენტარის მაზუთიანი კასკები გვახურია თავზე ხალხო და 10 თეთრიანი პირბადე მოგცეს და ამაზე გონდენია ხელფასე დაგაგებთ. ეს რა არის? ეს ხო არარაობა, ჩვენ ხო არავინ არ ვართ ესე იგი, ხო ჩვენ ხალხად არ ვხდია, ხო? მნიშვნელოვანია შევნარჩუნოთ ერთო. თუ ვინმე 5 კაცი არ იმუშავებს და 10 კაცი იმუშავებს, მაშინ არ გამოვას. არ მოხდება. შეგულებები და არა. 100-იანი შეგულება. 50 კაცი ვეჭვილია ოთახა ვიცარი ახმოდია. ეხლა თქვენ შეგიძლიათ აღარ გააგრძელოთ მუშაობა, შეგიძლიათ გააგრძელოთ მუშაობა. კოლექტიური შრომით დავადაიწყო ამ დასაქმებულებს, ამ კომპანიაში დასაქმებულებსა და დამსახურებებს შორის. ეს დავიწერილი გადაეგზავნა სამინისტროს, დაიშალა მედიატორი და მედიატორი უკვე გაუძღვება მოლაპარაკებებს აი ამასა და კომპანიას შორის. ერთ-ერთი ძალიან დიდი პრობლემა რაც არის კომუნიკაციის პრობლემა პრაქტიკულად. აქ დასაქმებულება არ იციან რეალურად ვინ არის მათი ბოსი, ყველა მიღწევს, ყველა თარჯმანი რაღაცას, რაღაცას არ იციან თავისი სამუშაო განრიგი, არ იციან ევალებად, რაალებად, ყველაფერს აკეთებინებენ, შეგულება კაბალური პირობები. აქ დეტალები მაინტერესებს, აი თქვენ თუ ისქაც შეგულება თუნდაც ჩინურად თუ გაქვთ ის რომ ანახოთ, ან პირველადივე დათვალიერებიდან და სიტუაციის გაცნობიდანვე ძალიან ნათელი ხდება რომ არის რამოდენიმე ძალიან სერიოზული დარღვევა, ეს იქნება ჯანმრთელობისა და უსაფრთხოების. კონტრაქტის პირობები არის საკმაოდ ბუნდოვანი, ზოგი ნორმა ეწინააღმდეგება შრომის კოდექსს, არის არსებითად დარღვეული ჯანმრთელობისა და უსაფრთხოების წესები, რომელიც თუნდაც მაგალითისთვის 35 მუხლის დარღვევა არის შრომის კოდექსის. ორგანიზაცია აუცილებლად მიადევნებს თვალს თუ როგორ განახორციელებს ჯანდაცვის სამინისტრო საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული ვალდებულებების შესაბამისად ამ სიტუაციის მედიაციას ან თუნდაც შემოწმებას შრომის ინსპექტირების სამსახურს გულისხმობ ამ შემთხვევაში.